აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრებიან. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 20-მდე ბავშვი ზაფხულის სარდადეგებს მადრიდსა და სხვა ქალაქებში გაატარებს. ისინი ესპანური მხარის მიერ შერჩეულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და გასართობ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან. ესპანეთში გამგზავრებამდე მოზარდები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით Magic City-ს გასართობ ცენტრში მიიწვიეს. ღონისძიების ბოლოს პროექტის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანეთში მოქმედი ასოციაციის ყველანი ბავშვები ვართ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვაცილებთ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პატარებს ესპანეთში. ჩვენ ასოციაცია, ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ ამ ასოციაციასთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია ვახორციელებთ ამ პროექტს. ისინი 2 თვის განმავლობაში იცხოვრებენ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ოჯახებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის, თვალსაწიერის გაფართოებისთვის და ბუნებრივია ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციას. ეს პროექტი არის ორფერდად ძალიან სასარგებლო, რადგან ეს ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეცნობიან იქაურ კულტურას. ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი იმისი, თუ იქიდან დაბრუნებული ბავშვები უკვე აქ ინტეგრირებულები რამხელა წარმატებებს აღწევენ სხვადასხვა სფეროებში და კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს ამ პროექტის მნიშვნელობას, მადლობას გადავხდი ბატონ გიორგის და მის უწყებას ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება მომავალშიც.